ექსკლუზიურად შაბათის გუნდმა მოიპოვა ის მასალები, რომელიც საქმეში მამუკა მდინარაძემ ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ ჩადო და ჩვენ დავადგინეთ ბევრი გარემოება საერთოდ რის საფუძველზე აიკინძა საქმე, რის გამოც 4 ოქტომბრის ხალხმრავალი თავყრილობის წინ ოპოზიციის ლიდერი და ამ თავყრილობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი დააკავეს. დადგენილია ის 3 სპეცრაზმელი, რომლებმაც ლევან ხაბეიშვილის საქმეში სუსის საქმე გააკეთეს და მათი ჩვენებები ჩაიდო. გაიცანით ეს ადამიანები: შოთა პაპუაშვილი, შოთა არჯევანიძე, ბექა რუხაძე. ვინ მისცა ჩვენება ხაბეიშვილის საქმეში? პრინციპში ხაბეიშვილის წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებად ეს ვერ ჩაითვლება, რადგან ისინი ლაპარაკობენ ყველაფერზე. ლევან ხაბეიშვილთან კომუნიკაციის შემხებლობის და ამ დეტალების გარდა. მარიამ გაფრინაშვილმა უკვე მოასწრო არც ისე დიდი საქმის. ძალიან მცირეა. 76 ფურცელია და ძირითადად არის ტელეპირველის გადაცემების სტენოგრამები. ვარო 10 სექტემბერს სუსის მთელი სუსის შენობაში ვიყურებდნენ ჩვენ. არა მხოლოდ 10-ში, მგონია რომ ხშირად უყურებენ ტელეპირველის ახალი ამბების სამსახურის გადაცემებს და დავიწყოთ დოკუმენტი ნომერი 1. რით დაიწყო ხაბეიშვილის წინააღმდეგ საქმის მომზადება? მოდარ, ძალიან საინტერესოა, რომ დღენახევარში შეიკერა ეს საქმე, მაგრამ როგორც ჩანს სუსის გამომძიებლებს კარგად შეკერვა ამ საქმის, ცოტა ვერ მოასწრეს ან დაეზარათ. ეს არის გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი და აქ საინტერესოა, რომ სუსის ანტიკორუფციული სამსახურის განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი იწყებს ძიებას ცალკეული თანამდებობის პირებისთვის ქრთამის მიცემის შეთავაზების ფაქტზე. ძიებას და ეს არის ბატონი შაქრო ხარშილაძე, ეს საკმაოდ საინტერესო პერსონაჟია. ჩვენ ბატონ შაქროს ვურეკავდით, თუმცა მისი ტელეფონი ამ დროისათვის გამორთულია, მაგრამ ჩვენ ბატონ შაქროსთან აუცილებლად მოვახერხებთ გასაუბრებას, იმიტომ რომ ბატონ შაქროსთან ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს. ეს ახალი პერსონაჟი გამოიკვეთა ბატონი შაქროს სახით ამ საქმეში. კი ბატონო, ეს გამოძიება იწყება 10 სექტემბერს და ამის შემდეგ რა ხდება? საქმე კვალიფიკაცია ეცვლება 11-ში. ხაბეიშვილის დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე და ზედამხედველი პროკურორი ბექა ხუნაშვილი უკანონო თანამდებობის პირი ქრება უკვე საქმიდან და იწყება უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირების ფაქტზე იწყებენ. მარტივად რომ უთხრათ, განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელს ბატონ შაქროს პროკურორი ბექა მეორე დღეს ვეუბნება, რომ ის რა მუხლითაც შენ დაიწყე გამოძიება, მაგ მუხლით ამ საქმეს თეორიული შაზეც კი არ ექნებაო და უსწორებს, ანუ შეცდომების გასწორებას ვხედავთ მეორე დღეს და 11 რიცხვში ეცვლება ამ საქმეს, ეს არის დადგენილება 11-ში გამოტანილი. ეხლა რითი მყარდება რა, ძალიან საინტერესოა. გიორგი წვერავა. ეს არის ოპერატიული თანამშრომელი და როგორც მოსალოდნელი იყო ეს საქმეც მეოთხე ფურცელი იწყება რა თქმა უნდა ტრადიციულად ოპერატიული პატაკით და ამ შემთხვევაში პატაკის ავტორი არის ბატონი გიორგი წვერავა, რომელმაც წარმოიდგინათ ოპერატიული ინფორმაცია მოიპოვა ტელევიზორს რომ უყურებდა. სხვა შორის ეს პრაქტიკა ჩვენ გომელაურის უწყებიდან გვაქვს, რომ აქციის მონაწილეებს პოლიციის განყოფილებებში რომ ამოიცნობდნენ ხოლმე. იგივე შვება მდინარაძე, გიორგი წვერავამ უყურა ტელევიზორს, მოიძია ინტერნეტში ჩვენს სოციალურ პლატფორმებზე განთავსებული ლინკები, მათ შორის ჩვენს ვებგვერდზე ბატონი დავით ჯაბაშვილის მიერ ამოშიფრული მასალები, კი ბატონო. გრიგოლიას გადაცემას უყურა და დაწერა პატაკი, რომ აი ამ 10 სექტემბერს ხაბეიშვილმა ესეთი განცხადება გააკეთა და უნდა დავიწყოთ უპატაკა მის ხელმძღვანელს ბატონ ემზარ გაგნიძეს. და რას აკეთებს ემზარ გაგნიძე? ქმნის საგამოძიებო ჯგუფს. სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს, განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლები იწყებენ ამ ლინკების ტელეპირველს თელი სუსი შიფრავს ტელეპირველის გადაცემებს. რას ნიშნავს ეს საგამოძიებო მოქმედება? სხდებიან ჯგუფურად, ბატონ შაქროს სავარაუდოდ ეხმარებიან, შაქროს სახელი და გვარი აწერია ამ დათვალიერების ოქმს და ამ ლინკს უყურებენ და წერენ და რამდენი საათი უყურებდა და შიფრავდა გრიგოლიას? დაიწყეს 11-ის ნახევარზე და სადღაც კი ბატონო და რამდენიმე
13 საათი დაჭირდათ, სადღაც 5 საათამდე შიფრავენ. და შემდეგ უკვე ეს რამდენიმე ფურცელი ამ 75 გვერდში ეთმობა სწორედ გრიგორიას. ეს ყველაფერი არის სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადებები. მის მიღმა არაფერი არ ხდება. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, რომ ბატონი ემზარ გაგნიძე აი ამ საგამოძიებო ჯგუფს ქმნის, იმიტომ რომ ამ დანაშაულსო ფართო არეალი აქვს. ოღონდ ერთი საინტერესო დეტალი არის ნახე ამ საქმეში რა. ლევან ხაბეიშვილმა პირველად ეს განცხადება გააკეთა ივნისში. ანუ როდესაც სუსის შეფი იყო ანრი ოხანაშვილი. როგორც ჩანს, კი ბატონო, ნახე, როგორც ჩანს, ანრი ოხანაშვილმა არ გადაწყვიტა რომ ამ საქმისთვის მიეცა მსვლელობა, იმიტომ რომ ალბათ როგორც იურისტმა შეხედა ამ ამბავს, არ ვიცი რატომ. პირველი განცხადება 24 ივნისს არის გაკეთებული. ანუ როგორც ვეკი მდინარაძე მიდის სუსში, იმ წუთიდან ხაბეიშვილის წინააღმდეგ სპეცოპერაციის ამოქოქვა მიდის. კი, მაგრამ აი ამ საქმის მასალების მიხედვით 10-ში დაიწყო ეს ყველაფერი. ოღონდ მანამდე ხაბეიშვილის განცხადებები, ეს განცხადებები ბევრად უფრო მალე იყო დამხობის შესახებ. ხაბეიშვილი საუბრობს, რავი, 3 თვეა მეტი. და საინტერესოა, დღეს მერე ვისაუბრებთ ამ შეურაცხყოფილ სპეცრაზმელებზე. დღენახევრის, ანუ მხოლოდ 10 სექტემბერს მიიღეს ეს შეურაცხყოფად. ანუ მანამდე არა. მანამდე არა, იმიტომ რომ ისინი 11 სექტემბერს ანუ მანამდე იქნებ ტელევიზორს არ უყურებდნენ. ხო, სავარაუდოდ ვარჯიშობდნენ. ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ოპერატიული ცნობა ვერ დაიწერა, რომ ვიღაცა იმ დროს ტელევიზორს არ უყურა. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში აი შეიქმნა ეს რაღაცა განსაკუთრებულ საქმეთა გამოძიება დაიწყეს Facebook-ის ლინკებზე. სუსში, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში და ნუ აქ არის ეს პატაკი, რომ არსებობს ეს ქრთამის შეთავაზების მტკიცებულებები ინგა გრიგოლიას და TV1-ის ლინკებია აქ როგორც გადაცემის პირდაპირ ეთერი, რასაც ყველა მთელი საქართველო უყურებს. აი, ჩემთვის მაგალითად ეს ძალიან საინტერესოა. ეხლა უკვე გადავდივარ შემდეგ ეტაპზე. ამის შემდეგ ეს არის უკვე 10-შივე ხდება ეს ამბავი, ანუ ვიდრე ბატონი ემზარი შექმნიდა საგამოძიებო ჯგუფს, რომ აბა დავიწყეთ ახლა გამოძიება რაღაც თქვა ხაბეიშვილმა სატელევიზიო ეთერშიო. პარალელურად ამ გამოძიების ჯგუფის შექმნა და პირველად როდესაც ტელევიზორში დაინახეს ეს ამბავი და მოისმინეს თვენახევრის შემდეგ კიდევ ერთხელ გამეორებული ამბავი, სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი ბატონი ემზარ გაგნიძე, რომელსაც ანალოგიური განცხადებები მანამდე ტელევიზორში გაკეთებული არ მოусმენია, წერს წერილს ვის? ბატონ რომან ქარცივაძე, სპეცრაზმის ახალ შეფს. ხარება შემცვლელ რომანს. კი ბატონო, რომანს მიწერა, რომ ჩვენო დავიწყეთო ამ უმნიშვნელოვანეს საქმეზე გამოძიებაო, მტკიცებულებების შეგროვებაო და სოციალურ ქსელში და ტელევიზიაში მოწოდებებიო. ბაჩვენოთ მაყურებელს ეს დანიშნულოვანი. კი ბატონო. ესე იგი, წერენ რომან ქარცივაძეს, ეს არის მაყურებელს რომ უთხრათ ხარებას შემცვლელი, აი ზევით ვანახოთ, ლევან თუ შეიძლება, აი ზედა ნაწილი, კი ბატონო, ხარებას შემცვლელს სუსიდან უგზავნიან წერილს, რომ ბატონო რომანო ანტიკორუფციულ ბიუროშიო სამსახურში დავიწყეთო გამოძიებაო ცალკეული თანამდებობის პირებისთვისო ქრთამის მიცემის შეთავაზების ფაქტზეო, რომელიც ისჯება კანონმდებლობის 129 მუხლითო და საქმე შეეხებაო ლევან ხაბეიშვილის მიერ საჯარო სივრცელში, ტელევიზიაში და Facebook-ზო გავრცელებულ მოწოდებებსო, რომელიცო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ეხებაო და ეხლაო გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარეო გთხოვთო, მოგვაწოდოთო, თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებიო, ვინ შეიძლება დავკითხოთ? არა, კი არ მოგვაწოდეთო, გამოგვიყავით მოწმეებიო. მოწმეები. ანუ აი, მოძებნეო. ათასობით სპეცრაზმელს შორის ვინ შეიძლება გამოგვადგეს? შენ მოძებნეო რა, ანუ აქ ხო ამ გამოძიების ობიექტურობა უკვე აი რომ უნდა გამოუყოს ბატონმა სპეცრაზმის უფროსმა მის დაქვემდებარებაში. მოწმეები მათხოვე. კი, ანუ უნდა ათხოვოს, უნდა გაუშვას სუსში, უნდა ამეცადინოს. და ასე შემდეგ და ეს მოხდა, მიცით, რამდენიმე საათში. ბატონი რომანი. ბატონი, რა თქმა უნდა, ასრულებს ამ დავალებას და იმავე დღეს ძალიან მყისიერად მოქმედებს ბატონი რომან ქარცივაძე 10 სექტემბერსვე უგზავნის პირადი ნომრებით, სახელებით და გვარებით, მობილურის ნომრებით, საცხოვრებელი მისამართებით 3
სპეცრაზმელის, ოღონდ ყველა თანამდებობაზე მუშაობს და ისინი რიგითები არ არიან და ამათზე მოვყვები ცალკე შემდეგ ვინ არის, ყველას სახელს გვარს პირად ნომრებს უგზავნის ვინ უნდა გახდნენ ხაბეიშვილის წინააღმდეგ. ანუ ვის მოგცემთ მოწმედო. კი, ბატონო. ეს კიდე რაღაც ახალი ამბავი გამოჩნდა, ახალ სიმაღლეებს იპყრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მდინარაძის მმართველობის პერიოდში, რომ მოწმეები მომეციო. ანუ კი არ წერს, რომ მაგალითად თქვენს უწყებაში ვინმე ეს ამბავი ხომ არ მიიღოთ საკუთარ თავზე, ან ვინმესთან ხომ არ ყოფილა კომუნიკაციაში და მოკვლევა ჩაატარა, იქნებ ხაბეიშვილი მივიდა და შესთავაზა ვიღაცას კონკრეტულ შთამიო. არა, მომეციო მოწმეები. და საინტერესო, ეს გრაფიკულად არ არის, აი 10 სექტემბერს უბრალოდ მე ხელს პირადი მონაცემები, 10 სექტემბერს 15 საათსა და 45 წუთზე უკვე იწყება პირველი. ანუ ხდები ხო 10 სექტემბერს სუსში რა ხდებოდა დილიდან და მიდის კიდევ ერთხელ მარტივად რომ შევაჯამოთ. ნახეთ რა ხდებოდა. 10 სექტემბერს ნეტა რა დღე იყო, თუნდაც ჩავხედო კალენდარში. 10 სექტემბერს დილიდან სუსში. 10 სექტემბერს, ანუ ესე იგი, ეს იყო 4 შაბათ დღეს, ხდებოდა ასეთი ამბავი. ჯერ სუსმა მიწერა რომან ქარცივაძეს ხარება შემცვლელ დილით რომანს. გამოძიება დაიწყეს და ეს რაღაც. კი ბატონო, მერე მიწერეს გედედეს, ანუ სპეცრაზმს რომ მოწმეები მოგვეციო, იმავე დღეს რომან ქარცივაძე ეუბნება რომ კიო, მოწმეებსო მოგცემთო და იმავე დღეს მოწმეების დაკითხვა შუა დღეს 4-15 აპრილი იწყება. ანუ მოწმეები მოძებნეს, სუსში მივიდნენ, ანუ ფორმალურადაც კი არ არის დაცული აი რაღაცა გონივრული ვადები, რომ ახმა მაინც დაგრჩეს, რომ კი, მართლა გამოძიებაა ჩატარებული. და ვინ მისცა მოწმედ რომან ქარცივაძემ სუსს? შოთა პაპუაშვილი. ვინ არის ახლა ეს შოთა პაპუაშვილი? ბატონი შოთა სისტემაში 2010 წლიდან მუშაობს და 2013-დან მასობრივი ღონისძიებების დაგეგმვის სამმართველოში, ანუ აქციებს რომ არბევენ ხოლმე იმ სამმართველოში მუშაობს ბატონი შოთა, რომელიც არის უკიდურესად შეურაცხყოფილი ამ ხაბეიშვილის განცხადებებით, ოღონდ ერთი რაღაც უნდა ვთქვა. როდესაც ვნახე ფოტოზე ეს ადამიანი არ შეიძლება ჩემი მეხსიერება მღალატობს, დარბევის კადრებში აღნიშნული პირი ნამდვილად მახსოვს. ეხლა უბრალოდ წარმოუდგენელი რაოდენობის მასალა არსებობს დარბევის კადრები. უნდა გაიშიფროს ეს მასალა კარგად და დადგინდეს ამ ადამიანს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დარბევის დროს რა როლი ჰქონდა და შემთხვევით ეს შოთა პაპუაშვილი ის ადამიანი ხო არ არის, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა მომიტინგეების წინააღმდეგ და თავპირი დაალეწა და უბრალოდ უთხრეს რომ ეს ჩვენება უნდა მოგცეთ თორემ და მრავალწერტილი. კი ბატონო, შემდეგი შოთა არჯევანიძე, ეს ადამიანი 2008 წლიდან არის სპეცრაზმელი და დაწინაურდა 2025 წლის ივლისიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ბატონი რომან ქარცივაძე მივიდა აი ამ სამსახურში. და ესეც ეს ადამიანის მასობრივი ამ დარბევების სამმართველოს ერთ-ერთი შეფია და მესამე ბატონი ბექა რუხაძე, ის საპატრულო პოლიციაში მუშაობდა 2010 წლიდან და აგვისტოში 2025 წლის აგვისტოდან არის გედედეში ეგრევე პირდაპირ უფროს ინსპექტორად მიიყვანა სავარაუდოდ ქარცივაძე. მათი ჩვენებები ნოდარ არის იდენტური, წერტილმძიმეც კი ერთნაირად არის და კიდევ მნიშვნელოვანი გამომძიებელი მათ ფორმალურად გამოკითხვის ოქმის ბოლოს ეკითხება, რომ აი თქვენ პირადად ან თქვენს ნაცნობს ან თქვენს თანამშრომელს ხომ არ შესთავაზა ხაბეიშვილმა ქთამი და ყველა ამბობს რომ არა, მაგრამ აი ის განცხადებები 10 სექტემბერს რომ გააკეთა შეურაცხყოფილები ვართ და არაცდუნოს ვინმე აი ამ პრევენციას ემსახურება ჩვენი ანუ აღშფოთება. ეს პირდაპირ ადასტურებს იმას, რაზეც საუბრობდა გედედეს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი ჩვენთან ინტერვიუში, რომელიც გუშინ გავიდა, რომ სპეცრაზმი შიგნიდან იმდენად მორყეულია და იმდენად ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ სისტემიდან უნდა წამოვიდეს, რომ აი ეს შიში აქვს შიგნით, რომ შეიძლება ბევრი ადამიანისთვის იყოს ეს პროცესები საფუძველი, რომ თქვან უარი ამ უკანონო დავალებების და უკანონო ბრძანებით ადამიანების დარბევის ბრძანებების შესრულებაზე. ხო ჩვენ შეგვიძლია ხომ მოვისმინოთ ამ ჩვენებებს, რომელიც დევს და თავად განსაჯეთ საერთოდ რა შემხებლობა შეიძლება ჰქონდეს ამ ჩვენებებთან ლევან ხაბეიშვილის ბრალეულობას. ტელევიზიასა და სოციალურ ქსელში ხაბეიშვილმა მოუწოდა გედედეს თანამშრომლებს არ შეესრულებინათ მათზე დაკისრებული მოვალეობა და სანაცვლოდ 200,000 ამერიკულ დოლარს დაბედა. ეს დაპირება იყო შეურაცხმყოფელი თითოეული თანამშრომლისთვის, რასთან დაკავშირებითაც დანაყოფში იყო ხშირი საუბრები და გამოიწვია უარყოფითი რეაქცია.
ხაბეიშვილმა დაასახელა თუ არა კონკრეტული პირები, ვისაც ქრთა ამის $200,000 სანაცვლოდ შესთავაზა, რომ არ შეესრულებინათ სამსახურეობრივი მოვალეობა. მართალია ხაბეიშვილს კონკრეტული პირები არ დაუსახელებია, მაგრამ აღნიშნული შეთავაზება თითოეულმა ჩვენგანმა მივიღეთ საკუთარ თავზე, რადგან ადრესატები ვიყავით ჩვენ, რაც აღვიქვით ქრთამის შეთავაზების ფაქტად და დიდ შეურაცხყოფად. სიუჟეტებით გავიგეთ, რომ ხაბეიშვილი გედედეს თანამშრომლებს ფულს ქრთამის სახით გვთავაზობდა, რომაც შეგვესრულებინა უფლებამოსილებები. ეს შეთავაზება იყო შეურაცხყოფელი თითოეული თანამშრომლისთვის. ჩვენ დანაყოფში იყო ხშირი განხილვები ამ თემაზე და ყველა ნეგატიურ განწყობას აფიქსირებდა. ხაბეიშვილის შეთავაზება მოარყოფითი გავლენა იქონია თანამშრომლების განწყობაზე და ყოველდღიურ საქმიანობაზეც. მოგმართათ თუ არა თქვენ, ან რომელიმე თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ პირს ხაბეიშვილმა ფულადი თანხის შემოთავაზებით. არა, არც ჩემთვის და არც ჩემს დაქვემდებარებაში მყოფებისთვის მას თანხა არ შემოუთავაზებია, მაგრამ ვინაიდან მიმართვა ტელევიზიით და ფეისბუქით გავრცელდა, მე და ჩემმა თანამშრომლებმა ჩვენს თავზე მივიღეთ. ამ შემოთავაზებამ უარყოფითი გავლენა იქონია თანამშრომელთა განწყობაზე და სამსახურეობრივ საქმიანობაზე. პირად შემადგენლობას არაერთხელ გვისაუბრია ხაბეიშვილის შეურაცხყოფელ შეთავაზებაზე და ყველა შევთანხმდით იმაზე, რომ ეს მისი მხრიდან ღირსეულ თანამშრომლებზე ქთამის შეთავაზება იყო, რაც ლახავდა თანამშრომლის ღირსებას, ასევე სამსახურის პრესტიჟს და რეპუტაციას. შემოგთავაზეთ თუ არა თქვენ, ან რომელიმე თქვენს თანამშრომელს ქრთამი ლევან ხაბეიშვილმა. არა, არც მე და არც ჩემი არც ერთი თანამშრომლისთვის არ შეუთავაზებია, მაგრამ ეს განცხადება საკუთარ თავზე და პირად შეურაცხყოფად მივიღეთ. და მარიამ, ეს ჩვენებები მისცეს ხაბეიშვილის საქმეში, ხაბეიშვილის წინააღმდეგ ვერ იქნება აღქმელი და ამის შემდეგ უკვე საინტერესოა ხოთშორის ეს მოსამართლეები, ეს სპეცრაზმელები სასამართლოში რომ მივლენ, მათი დაკითხვა ძალიან საინტერესო იქნება, მაგრამ ახლა რას ამბობენ ეს ადამიანები, რომლებიც გამოიყენეს პოლიტიკური ლიდერის დასაკავებლად? არაფერს. მე მათ დავურეკე, გავესაუბრე, მაგრამ არ ამბობენ არაფერს, მათ შორის კითხვები ჩნდება, მათ კავშირებთან, იგივე ქარცივაძესთან და ასე შემდეგ, მაგრამ მაყურებელს შეუძლია მოისმინოს, რომ მათ უბრალოდ სათქმელი არაფერი არ აქვთ, ისინი არიან სავარაუდოდ სრულმოწმეები და მათი ჩვენება, არ ვიცი, ადვოკატების შეფასებით, ყოველ შემთხვევაში ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს არის გაცდენილი. ბატონ შოთა, გამარჯობა. ბატონო შოთა, ხომ არ გაცდუნათ ხაბეიშვილის მიერ გაკეთებულმა საჯარო განცხადებამ? თქვენ რატომ ამოგარჩიეს გამოსაკითხ პირთა სიაში მაინც და მაინც? რა ვერ გავიგე რა საუბრობ. ქარცივაძეა თქვენი მეგობარი და მან გთხოვათ ჩვენების მიცემა. ბატონ შოთა, გამარჯობა. გამარჯობა. ქარცივაძემ გთხოვათ ჩვენების მიცემა, მარტო თქვენ დარჩით შეურაცხყოფილი ხაბეიშვილის ინტერვიუთი, თუ რატო ამოგარჩიეს თქვენ ოქროს მოწმეთ? ვერ გავიგე რა მოდაპარაკებით. ანუ მთავარი მოწმე ხართ სუსის ხაბეიშვილის წინააღმდეგ და თქვენზე რატომ გააკეთეს არჩევა? საჭესთან ვარ და ვერ დაგელაპარაკებით. მესმის რომ საჭესთან ხართ, მაგრამ თქვენი გრძენით თავი შეურაცხყოფილად? ბატონო ბექა, ხაბეიშვილის წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ დაწინაურდით გედედეში? კიდევ ველოდებით დაწინაურებას? რაც შეეხება მარიამ მოსამართლეს, რომელმაც აი ამ რაღაცა ცოტა აბდაუბდა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გამოსცა განჩინება, რომ ლევან ხაბეიშვილი იყო დასაკავებელი. რას წერს მოსამართლე განჩინებაში? ამას დაეყრდნო. რას? პირველის ლინკებს. ანუ საჯარო განცხადებებს, რომელიც იყო. ხო, აი ეს არის განჩინება. და აი ამ ჩვენებებს, რაც მოისმინა მაყურებელმა და ძალიან საინტერესოა, რომ ფიქრია სიქტურაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაინიშნა საერთოდ საქალაქო სასამართლოში და მურუსიძეს უმტკიცებს ერთგულებას, როგორც ჩანს, სხვა საქმეებიდანაც გვახსოვს ის. ანუ ის ეყრდნობა აი ამ ყველაფერს, ეყრდნობა ამ ჩვენებს. ანუ ინტერნეტში გავრცელებულ ბმულებს. ანუ კი, აი ეს არის მეგობრებო, აი ეს განცხადება ანუ მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ფიქრია სიქტურაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერის ციხეში გაშვებისთვის ხელი უნდა მოეწერა, ანუ განჩინება გამოსცა მის დაკავებასთან დაკავშირებით. ხო ხვდები ხო ხა მტკიცებულებების რა სტანდარტი უნდა ყოფილიყო მან? ძირითადი მტკიცებულებები იყო
ლევან ხაბეიშვილის მიერ ტელეეთერში ნალაპარაკები და შემდეგ დათო ჯაბაშვილის გაშიფრული და ვებსაიტზე დადებული ნიუსები. კი, და მნიშვნელოვანი გარემოება კიდე ფიქრია სიქტურაშვილმა ჩაწერა ამ განჩინებაში, რომ მას დაკავების განჩინება მისი პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე გასაეტყობა არ მოსწონს და ეს განჩინებაში ჩაწერა და ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, მარიამ, ახლა პროდიუსერი მეუბნება, ჩვენ ჟურნალისტებს არ გვაქვს საშუალება, რომ სასამართლო დარბაზში რაიმე გადავიღოთ, აი რაიმე ჩავწეროთ, იმიტომ რომ დახურულია სასამართლო დარბაზები, თუმცა როგორც პროდიუსერი მეუბნება, ინტერნეტში YouTube-ზე გავრცელდა ლევან ხაბეიშვილის მიმართვა, რამაც წყობიდან გამოიყვანა ფიქრია სიქტურაშვილი და ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროცესი დაეხურა და ამ ჩანაწერის YouTube-ზე გავრცელებული ამ ჩანაწერს გთავაზობთ ახლა. ნაბაზები და გამინტერესებულა, მაგრამ როგორც ჩემს პროდუქტებს საუბრობენ, მე ჩემი ის და სხვა სიტყვა არ ვიცი, ასე ვიცი გამოდატყვა. შენიშნავს გაცილებას. შენიშნავს მეორე შემთხვევაში გამომიყენე 95 მუნდ გაფორმირებას შენიშნავს გაცილებას. კორექტულად ისაუბრდა. ძალიან თული მოგვიწევს. თქვენ თვითონ რაღაცა იგიცეთ, რომ რაღაცა უარყოფით დამოკიდებულებით, რაღაცა შესაძლოა ზოგი შემაფასებები და შემაფასებები ვეგავიოთ, თუ ზაცული ადამიანი ვარ. თქვენ ესეთი ის გამოსვლის დასაძლებელი დაგიწერიათ დოკუმენტში და ამის გამო სიტყვის გამო და დამოკიდებული საქართველოს ისტორიაზე და დარწმუნებული ვარ ცივილიზებულ სამყაროს არასდროს სიტყვის პოლიტიკური განცხადების გამოსდაკავებული პოლიტიკოს ესეთი რამე არ არსებობს. დედამიწაზე არ არსებობს ეგეთი რამე. თქვენ მეც სიტყვის გამო ყოველგვარი ფაქტების გარეშე, ყოველგვარი მოქმედებების გარეშე უბრალოდ რაღაცა ვიღაცამ გაჩვენა ჩემი საჯარო გამოსვლა და თქვენ ეს გადაწყვეტა არ გაგვიგებთ. აცილებასთან დაკავშირებით. აცილებასთან დაკავშირებით ვაყალიბებ მსჯელობას, რომ თქვენ მოგიტანეს ესე იგი ჩემი პოლიტიკური განცხადება და თქვენ ხარ ერთადერთი დედამიწაზე მოსამართლე არ არსებობს მეორე თუ არა ეგეთ შემთხვევა მოიტანეთ ჩვენს ვიხარით და მასწავლეთ პოლიტიკური განცხადების გამო, პოლიტიკური დაპირების გამო გაეცით ადამიანის დაკავების ორდერი თუ ასეთი. ცხადი მომეცით იმის საშუალება ამ უსამართლო საქართველოში, ამ უსამართლო სასამართლოში მაინც რომ იქნებ სადმე რაღაცა უკვე განხილული თემა არის. ხო შეიძლება. ხომ აქვს უფლება რომ ვიქნებო უსამართლოება თქვენი განცხადება. იქნებ აი ესე მოჩვენებით და მაინც ერთხელ დაკავებული და თქვენ მეორე რამდენიმე საათში კიდე ციხეში გავიშვებთ. ეგ ჩემი ზოგჯერობია. ოდიკეთ თქვენ მაინც არ გააკეთოთ ეგ და თქვენ ვუთხართ გარეთ რომ სასამართლო თავისუფალია მე ამისილე იქნებ თქვენი კოლეგების გამო მაინც არავის არ შეეცდება დამოკიდებულება მაგრამ იქნებ ეს მაინც გაკეთოთ მომეცით ხალხო იმის უფლება მაინც რომ არ არსებობს კიდევ სოფლიოში ადამიანები პოლიტიკური დაპირების და განცხადების გამო სამართლებრივ ციხეში ხალხს აკეთებს და დაცვის შესაძლებლობას აქვს მარტივად. პირდაპირ ჩამოგვეუბნებო უფლება არ მიღება იმიტომ რომ თურმე თქვენ რომელმაც დაწერეთ არ ჟარგონზულოს და ბოდიში მოსამართლე არ გეგვასწრებით იმიტომ რომ უარყოფითი რაღაცეები მაქვს თურმე თქვენ ამის გამო ციხეში გამიშვით პოლიტიკური განცხადების გამო. მომეცით საშუალება მინიმალური თუნდაც 0.001% არსებობდეს სამართალო. გასაგებია ბატონო ლევან დაბრძანებით. შეასრულა. როგორც ჩვენ გვიყვებიან, ამის შემდეგ ლევან ხაბეიშვილს ჰქონდა კიდევ დიდი სიტყვა, რასაც მოყვა დარბაზში ტაში, შემდეგ პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა, რომ დახურეთ სხდომა და ყველანი გარეთ გაუშვითო. ახლა არ ვიცით სასამართლო დარბაზში რა ხდება.